ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები სავარაუდოდ 2026 წელს დასრულდება. კომპანია ბრიტანია კონსტრაქშენს ხელშეკრულების ვადა 2026 წლის მარტში ეწურება. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორის ზურაბ ოიკაშვილის თქმით, სამუშაოების მიმდინარეობის ფარგლებში გარკვეული გაუთვალისწინებელი პრობლემები წარმოიქმნა, რამაც განაპირობა რეაბილიტაციის პროცესში შეფერხება. ოპერის თეატრის რეაბილიტაცია 2023 წელს დაიწყო. სამუშაოებისათვის ამ ისათვის გამოყოფილი თანხა თითქმის 23 მილიონს უტოლდება. სამუშაოები მიმდინარეობს სამწუხაროდ კომპანიას ვადა გადაუცდა შესასრულებელი სამუშაოების ვადა, მაგრამ ახლა ჯერ კიდევ ძალაში არის ხელშეკრულების მოქმედების ვადა, აქედან გამომდინარე ექსტრემალურ სიტუაციაში უწევთ მუშაობა, მაგრამ რას ვიზამთ ასეა. რაღაც გარკვეული ნაწილი სამუშაოების, რა თქმა უნდა, დასრულებული არის, იყო ობიექტური მიზეზები, იყო რა თქმა უნდა, სუბიექტურიც, რის გამოც, ასე ვთქვათ, გაიზარდა სამუშაოს მოცულობები. ეს პირველ რიგში დაუკავშირდა სცენის სარკის გასწორების პრობლემას, რამაც მოითხოვა სხვადასხვა რესურსის მობილიზება, მათ შორის პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა. მე უკვე ახალი პროექტის მიხედვით გაგრძელდა სამუშაოები, მაგრამ ადგილზე აღმოჩნდა ბევრი ბრჭყალებში, რა ვთქვათ, სიურპრიზი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა სამუშაო გრძელდება და იმედი კი არა, ზუსტად ვიცით, რომ დასრულდება ძალიან კარგად და შედეგი იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ეს ვადების ცვლილებები რაღაცა ასე გამპირობდა. და დაახლოებით როდისთვის ველოდებით სამუშაოების დასრულებას და ძალიან მიჭირს ახლა მაგ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მოქმედებთ აბსოლუტურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამუშაოების ვადასთან, ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, სახელშეკრულება ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით და იმედია სახელშეკრულება ვადაში მოასწრებს კომპანია აღებული ვალდებულებების შესრულებას. და როგორ ოპერის თეატრს უნდა ელოდეს მაყურებელი, რა იცვლება ოპერის თეატრში, რა ახლდება და ასე შემდეგ. მოგახსენებთ, ესე იგი ოპერის თეატრი გვექნება ძალიან კარგი. როგორც იყო თავიდანვე ჩაფიქრებული, უნდა იყოს ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით და ასეთი იქნება, რასაც ხელს შეუწყობს არა მარტო სამშენებლო ნაწილი, არამედ შეუწყობს ტექნოლოგიური ნაწილი, რაშიც გულისხმობთ სცენის მექანიზაციას, იქნება სიურპრიზად დავტოვებ, მაგრამ იქნება მოძრავი სცენა, რაც ძალიან დიდ საშუალებებს მისცემს მხატვარსაც და რეჟისორსაც, იქნება სრულიად ახალი და ძალიან კარგი სტანდარტების მქონე გახმოვანების აპარატურა, ასევე განათების აპარატურა, რომელიც განათება სამწუხაროდ თითქმის შეგვიძლია ვთქვათ, რომ თეატრში არ იყო. იმიტომ რომ ის არ იყო განათება და ვერ ჯდებოდა ვერანაირ სტანდარტში. ამას გარდა ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა თეატრის იქნება გამოჩენილი ქართველი თეატრალური მხატვრის ბატონი მურაზ მურვანიძის ექსკლუზიურად ჩვენი თეატრისთვის შექმნილი ფარდა, რომელიც უკვე დასრულებული არის პრაქტიკულად და ადგილზე განთავსების შემდეგ რამდენიმე დღე დაჭირდება ბატონ მურაზს, რომ ეს ზუსტად ფერები ამოიყვანოს მხატვრების ენაზე, ასე ქვია, შესაბამისად იმ გარემოში. ფარდა დასრულებულია. ასევე ძალიან საინტერესო იქნება ისე ბატონი მურაზის ესკიზით შექმნილი და მისი მეთვალყურეობით შექმნილი ექსკლუზიური ჭაღი, რომელიც დაამშვენებს თეატრს. და მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა იქნება და პრინციპში ახლა ოდნავ თუ გავიწევით გვერდით დაინახავთ ბატონი მურაზის ჩანაფიქრს. ეს ოღონდ ჩანაფიქრის დონეზე არის ბალანჩივაძეების ოჯახი. აი ასეთი სკულპტურა აქვს მას შექმნილი, დანარჩენი უკვე ნახოთ როგორ განვითარებდა ამ სკულპტურის ბედი. შეიძლება ვიხილოთ თავად ოპერის თეატრში? შეიძლება არა, თეატრში არა, მიმდებარე ტერიტორიაზე თუ რა თქმა უნდა ამისი ინტერესი იქნება და თუ ბატონი მურაზი ამას მართლა გამოიტანს სააშკარაოზე და გაგრძელდება ამაზე მუშაობა. უბრალოდ ეს თეატრის საქმიანობაში ვერ ჯდება, მაგრამ ბალანჩივაძის სახელობის თეატრის წინ რა თქმა უნდა იქნებოდა ძალიან ღირსშესანიშნავი ბალანჩივაძეების ძეგლის არსებობა. ბალხენილად არა, მაგრამ ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა გვიიწევს, მაგრამ თეატრი შემოქმედებითად არ გაჩერებულა. რა თქმა უნდა, ეს ის ტემპი არ არის და ის ინტენსივობა, რომელსაც
მიჩვეული ვარ და რომელიც არის საჭირო, მაგრამ თვეში 2-ჯერ, 3-ჯერ მაინც ვახერხებთ საკონცერტო შესრულებით და ეს ბოლო ხანი ნახევრად თეატრალიზებული შესრულებით სპექტაკლების გამოტანას მსმენელი და მაყურებელი არაკლია, გარდა ამისა რაღაცა აქცენტები გაკეთდა საკონცერტო მოღვაწეობაზე 27 დეკემბერს თეატრის დაბადების დღეს ჩვენ კედლებში არა, მაგრამ მესხიშვილის კედლებში აღნიშნავთ და გვექნება ოთარ თაქთაქიშვილის ოპერის მთვარის მოტაცების პრემიერა ნახევრად საკონცერტო შესრულებით ან შეიძლება საკონცერტოდ. მაგრამ სამაგიეროდ თეატრი რო გაიხსნება, შემდგომ უკვე გახსნისადმი მიწყვილ კვირეულში შედგება ამ ოპერის სრულფასოვანი წარმოდგენა. და მომდევნო წლის გეგმებზეც რომ ისაუბრებს, თუ არის რაღაც კონკრეტული მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლის გამოყოფაც შეიძლება უკვე. მნიშვნელოვან ღონისძიებებს ასე ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ იმედი არის, რომ დასრულდება სარემონტო სამუშაოები და იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი აი ეს კვირეული, რომლითაც გვინდა რომ გაიხსნას განახლებული ოპერის თეატრი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს 26 წელს მოხდება.